მორჩა, უნდა დავიჭირო და ეს თავხედი გოგოები კარადაში ჩავკეტო. მართალია, ეს არის მათი გამოსწორების ერთადერთი გზა. უბრალოდ თითი დაგვადეთ. ბავშვებო, ნახეთ, ეს კამილია? მე ვერ ხვდები, რაიმე პრობლემაა? შეხედეთ გოგოებო, ჩოგბურთელი ტირის. რა საჭიროა მის ტირილს რომ გვასმენინებს მთელს გასახდელს. ის უკვე 1 საათია ღრიალებს. ეს ნამდვილად შემაწუხებელია. ლორა, შეგიძლია სხვაგან იტირო? არ შემიძლია. მე მინდა რომ აქ ვიტირო. იტიროს მათთვის, ვისაც ის აინტერესებს. მოდი ვკითხოთ რა მოუვიდა. მეც მაინტერესებს. კითხე რა გჭირს. ლორა, რა გჭირს? რატომ ტირი? გოგოებო, თავს ცუდად ვგრძნობ. მე დამშორდნენ. შენი შეყვარებული დაგშორდა? არა, ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა მიმატოვეს. ჩემი ჩოგბურთის გუნდი დაიშალა. ჩემი მეგობრები წავიდნენ. ვკვდები ახლა ისე მინდა ვინმესთან მეგობრობა. აბა, შევქმნათ ახალი გუნდი და ვიყოთ მეგობრები. შენ ხომ ეს გინდა? გოგოებო, შეწყვიტეთ. ვერ ხედავთ რომ ის ცუდად არის? რა კარგი ხარ. მოდი, ჩაგეხუტო მეგობარო. მეგობარო? მაგრამ ჩვენ არასდროს ყოფილვართ მეგობრები. ხო და ახლა მინდა ვიყოთ მეგობრები. ახლა მეც ვიტირებ მეგობრებო, ყველა ერთად. გაბი, მოდი ჩავეხუტოთ ყველა ერთად. რა ჯანდაბაა? კარგი, მოვდივარ. ტირილის სურვილი აღარ მაქვს, დავშვიდი. გამატარეთ, თორემ თქვენი ძლიერი მეგობრობა უკვე ცუდად მხდის. ახლა ყველანი საუკეთესო მეგობრები ვართ? დიახ, საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ. იმედია შეცდომას არ უშვებთ. მოდით შევადგინოთ გუნდის დევიზი. მე მაქვს ერთი იდეა. ჩვენ სამუდამოდ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით. ვერასდროს ვერავინ დაგვაშორებს და ჩვენს გუნდს ლიგა დაერქმევა. ლიგა? დიახ, ლიგა. ლ ლორა, ინი, გ გაბი და ალივია. მე არ ვარ ალივია, მე ვარ ოლივია. ახლა იქნები ალივია. არა, მე არ ვარ ალივია. ალივკა, გააკეთე ეს ჩვენი გუნდისთვის. ხო, კარგი. მე ვიქნები ალივია. ჩვენ ვართ ლიგა. საუკეთესო მეგობრები. მოდით წავიდეთ კაფეტერიაში და აღვნიშნოთ ეს შესანიშნავი ამბავი. მე განვიკურნე. წავიდეთ. ჰეი, ნაის, როგორც ჩანს, კამპუსში ახალ ბედა გვყავს. ჰეი, ახალო, როდის გადმოხვედი ჩვენს კამპუსში? კამილ? ძმაო, რა ჯანდაბისთვის გჭირდება ეგ ბიტა? მოკლედ ბიჭებო, მე ვიფიქრე და გადავწყვიტე, თუ ჩემი გოგონა თავხედი გახდა, მეც თავხედი გავხდები. კამილ, ახლა სერიოზულად ამბობ, გინდა რომ გახდე თავხედი? ხო, და რა მოხდა მერე? ეს ცოტა ხნით გაგრძელდება, მეგობარო. მეც უნდა გავთავხედდე. გოგონებს უყვართ ცუდი ბიჭები. უნდა მიუბაძო კამილს. ფაზლ, მაგრამ მე შემიძლია მარტოც გავუმკლავდი ამას. ფაზლ, სად მიდიხარ? შენ უკვე გაქვს პრობლემები მასწავლებელ მაქსთან, ცუდი საქციელის გამო. არა, მართალია, გადავიფიქრე, მე აღარ ვარ არეულობის შემქმნელი კამპუსში. კარგი, აი გეგმა. მე ვიქნები უხეში და თავხედი. მილანას ეს არ მოეწონება. ამიტომაც ის გადაიფიქრებს თავხედად ყოფნას. ვაუ, მაგარი გეგმაა. კარგი ბიჭებო, მოგვიანებით გნახავთ. აბა, რას ფიქრობ? გამოუვა მას რამე? მას ეს გამოუვა. კარგი.
ჰეი ბიჭებო, სად არიან ის პატარა წიწილები? მათ აქვთ გამბედაობა, რომ გაკვეთილები გააცდინონ. მასწავლებელო მაქს, აბაზანაში მინდა გასვლა. ლორა, გაკვეთილი ახლახანს დაიწყო და უკვე აბაზანაში გინდა წასვლა? არ შეიძლება ეს. თუ არ გამიშვებთ, აქვე ჩავიფსამ. არ ჩაიფსამ, შენ შეგიძლია ტუალეტში გახვიდე გაკვეთილების შემდგომ. ვინ დასცინის ჩემს გოგოს? სულაც არ არის სასაცილო. სულაც არ არის სასაცილო, ჩემ გოგონას უბრალოდ ტუალეტში გასვლა უნდა. 2, 3, სად არის ამინა, მილანა და სტეფი? რატომ არ არიან ისინი კლასში? მასწავლებელო მაქს, ისინი გაკვეთილსაც დენენ, განზრახ არ მოვიდნენ. ჩამშვებობა ცუდია. მე ჩამშვები კი არ ვარ, უბრალოდ მოვახსენე მისტერ მაქს. ეს ძალიან გაბედული საქციელი იყო. ვაუ. ღმერთო ჩემო. თქვენს დაინახეთ ეს? ხო, ხედავ, ფაზლ, ხედავ ამას? ხო, ხედავ, ბრმა კი არ ვარ. შეხედეთ ბიჭებო. ჯანდაბა, მე ნამდვილად ჩავიფსამ ახლა. გოგონებო, რასაკეთებთ? ჩამოიღეთ ფეხები მაგიდიდან და საერთოდ რა შუაშია თქვენი ჩაცმულობა? რატომ იქცევით ასე? რადგან მაგრები და გაბედულები ვართ. დიახ, ჩვენ არ ვართ ისეთები, როგორიც ყველა. არ გვაინტერესებთ თქვენი გაკვეთილები. კარგი, ახლავე, დატოვეთ კლასი და ხვალ კამპუსში მოხვალ მშობლებთან ერთად. მე დაველაპარაკები მათ. წავედით გოგოებო, გაკვეთილი დასრულდა. მოგვიანებით გენახოთ, გაკოცეთ ლუზერებო. მასწავლებელო მაქს, მე ნამდვილად ჩავიფსამ ახლა. შეგიძლია მოგვიანებით გახვიდე. მოითმინე ლორა, გაკვეთილი მალე დასრულდება. დაინახეთ მაქსის თვალები, როდესაც მან დაინახა თავხედი გოგოები? მათ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ. მაქსი მათ მშობლებს ეტყვის და მათ კამპუსიდან გააძებებენ. საწყალი გოგოები. ისინი არ არიან საწყლები, როგორც შემოვიდნენ ისინი კლასში. კარი ფეხით გააღეს. ეს ძალიან თავხედობა იყო, ამას ვერ გავბედავდი. მაინტერესებს რას მიიღევენ ამისთვის, დიდ უბედურებაში გაეხვევიან. ჰეი, გოგონებო. ჰეი, ბიჭებო. გაიწიე, ვერ ხედავ რომ მაგარი ბიჭები მოვიდნენ? ლორა, იმედია შენ არ ხარ თავხედი და უხეში გოგონა. არა, რა თქმა უნდა, არა. ჩემო ძვირფასობენს, ვიცი რომ გიყვარვარ ისეთი როგორიც ვარ. საყვარელი და მომხიბვლელი. ბიჭო, გაგიჟდი? რას დამცინი? ბენს, მიხედე მას. ბენს, გაჩუმდი. შენ გაჩუმდი. შეხედეთ ბიჭებო, მოდიან თავხედი გოგონები. ღმერთო ჩემო, ისინი ჩვენთან მოდიან. მილანა, სად ხარ? საბაზანაში ვარ. ჩვენ ვიქნებით მოსასვენებელ ზონაში. კარგი. ისინი ისევ აქ არიან. გუფი, შეამოწმე, გვიყურებენ? არა. ეს ნიშნავს, რომ პრობლემები არ შეგვექმნება. ჰეი, გოგონებო, ჩვენ არ გვეშინია თქვენ. დაკ, შუბლზე საღეჭი რეზინა მაქვს, ლამაზით მისამაგრი. რა თქმა უნდა, საღეჭი რეზინა გაქვს. ეს ცოტა ზედმეტია. გაჩუმდი 4 თვალა, თორემ შუბლზე რეზინს დაგაკრავ შენც. არ მოგცემ უფლებას ჩემი მეგობრის მიმართ უხეში იყო. თორემ რა? მოკლედ, მოდი დავიჭიროთ ეს თავხედი გოგონები და ჩავკეტოთ კარადაში. ეს არის მათი აზრზე მოყვანის ერთადერთი გზა. უბრალოდ თითი დაგვადეთ. ბიჭებო, შეხედეთ, ეს კამილია? რა ხდება? რაიმე პრობლემაა? კამილიც თავხედი გახდა. ამას განზრახ აკეთებენ? მერთო ჩემო, ეს ნამეტანია. ვინ არის შემდეგი? ბიჭებო, მეც მოვდივარ. კამილ, შენს თავხედი ხარ?
ხო, არავის მიცნუფლებას რომ გაწყენინოს. ბავშვებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი და ელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას!